ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიმიტრი ყიფიანი გაიხსენეს. მხოლოდ ერთი დღით საზოგადო მოღვაწის შესახებ უნიკალური ფოტო და დოკუმენტური არქივი გამოიფინა. დიმიტრი ყიფიანი ცხოვრება და მოღვაწეობა ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც საზოგადო მოღვაწის 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბიბლიოთეკაში გამოფენის გახსნას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრო. მოგვიანებით უწმინდესმა მამა დავითის ტაძარში ყიფიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მთაწმინდის პანთეონში ყველა საზოგადო მოღვაწის საფლავი აკურთხა. გამოიცა დიმიტრი ყიფიანის ფოტოალბომიც, რომელშიც არქივში დაცული სურათებია თავმოყრილი. უკვე ხვალიდან კი გამოფენა სოფელ ქვიშხეთში საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმში გადაიტანა. ქართველი ადამიანი რაც განსაკუთრებული გრძნობით ხდებოდა და ხდება სიკვდილს, თითქოს ასრულებს ვახტანგ გორგასალის ანდერძს, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. და დიმიტრი ყიფიანი სწორედ ის იყო, რომელიც ქრისტესთვის და სამშობლოსათვის ეძიებდა სიკვდილს. ძალიან ბედნიერები ვარ ჩვენ, ვისაც მოგვიწია მიგვიღო მონაწილეობა ამ ალბომის გამოცემაში. როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზი ალბომი გამოვიდა, ყოვლის მომცველი, ანუ დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების ყველა ეპოქის მომცველი არის ალბომი და ყველას მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, მართლაც საზოგადოებისთვის უკვე მისი ცხოვრების ყველა ნიუანსი და დეტალი გახდა ხელმისაწვდომი.